2025 წლის 10 სექტემბერს ქალაქ მოსკოვის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ დააჯარიმა რუსულენოვანი იაპონური კომიქსების მანგების პლატფორმა Manga.lib 200,000 რუბლით, დაახლოებით ეს $2,500. საფუძველი იყო, როგორც ეწერა განჩინებაში, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების, სქესის შეცვლის და ბავშვის ყველაზე უარის თქმის პროპაგანდა. რაში იყო საქმე? Am პლატფორმაზე, სადაც ესე იგი Manga.lib-ზე იაპონური მანგებია, მანგები არის იაპონური კომიქსები, იყო ესეთი მანგა გოგონაზე და დიდ გველზე, მთის ბრძანებელზე და მათი სასიყვარულო, ესე ვთქვათ, ისტორიაა. გოგონას ჯერ ეშინია ამ გველის, მაგრამ შემდეგ გაყვება ცოლად და ძალიან შეუყვარდება. ესეთი იაპონური Beauty and the Beast-ია. აი ეს კომიქსი გახდა მიზეზი იმისა, რატო დააჯარიმეს Manga.lib. Ამ პლატფორმისთვის ეს არ იყო პირველი ჯარიმა, რამდენიმე თვით ადრე პლატფორმა დააჯარიმეს უფრო დიდი თანხით, 14 მილიონი რუბლით, რაც დაახლოებით $18,000. იქ იმ მანგაში საუბარი იყო გოგონასა და მაქციას შორის, ესე იგი, სასიყვარულო ურთიერთობა. ვის გაუგია ან გველთან, ან მაქციასთან ურთიერთობა, მაგრამ მხატვრულ ნაწარმოებებზეა საუბარი, კომიქსზეა საუბარი, ორივე შემთხვევაში Manga.lib, ესე იგი, დააჯარიმეს. ხო, ალბათ ბევრი ზღაპრის ავტორი, შალპერო, გაუფი, ძმები გრიმები, ანდერსონი, გაკვირვებულები უყურებენ. რა ვიცი, უამრავი მულტფილმი, რუსული ფოლკლორი, უამრავი მაგალითია, ესე იგი, მსგავსი ურთიერთობების, გაკვირვებულები არიან, მაგრამ ხუმრობა რომ გადავდოთ, ყველაფერი ეს ეხება ცენზურას. და დღეს ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ვისაუბროთ ცენზურაზე. მაშასე დღეს ვსაუბრობთ ცენზურაზე თანამედროვე რუსეთში. მინდა მოგიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი. ამ შემთხვევაში საქმე ეხება უკრაინელ მხატვარს, ისიც კომიქსებს ხატავს და მის კომიქსს, რომელსაც ჰქვია ტრედი გენადი. ტრედი გენადი, ეს არის კომიქსი, სადაც მთავარი გმირი, მოგეხსენებათ, არის ტრედი გენადი, კიდევ არის ერთი გმირი, ტრედი დიმონი, ბეღურა ლუსა. ესეთი ფრინველების საზოგადოება. სინამდვილეში ეს არის სატირა ადამიანების სოციუმზე. ანუ ის, რაზეც საუბრობენ ეს ფრინველები, სინამდვილეში ავტორი გულისხმობს, რომ აი ეს ხდება ადამიანებს შორის. ამ მანგაში არის, ამ კომიქსში, უკრაინელი ავტორი, ამ კომიქსში ტრედი გენადი ბევრს ლაპარაკობს და საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც მიზანთროპი, ანუ კაცმოძულე და ასევე ამბობს, რომ იგი არის პანსექსუალი. ეხლა მოდით ზუსტად წავიკითხოთ, რას ნიშნავს პანსექსუალი. ვინ არიან პანსექსუალები? პანსექსუალი არის ადამიანებზეა საუბარი და ესეც არის სატირა ადამიანების სოციუმზე, ხო? პანსექსუალი არის ადამიანი, რომელიც განიცდის სექსუალურ, რომანტიკულ, ფიზიკურ და ან სულიერ ლტოლვას ყველა სქესისა და იდენტობის მატარებელი ადამიანების მიმართ და არა მხოლოდ მათ მიმართ, ვინც ორ სტანდარტულ გენდერს მიეკუთვნება. ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ეს არის. გენადი ამბობს, მე ვარ პანსექსუალიო. რაც შეეხება მის მეგობარს მტრედ დიმონს, ის ხომ მტრედია. დიმონი სულ ამბობს, რომ ძალიან უნდა რომ გახდეს გედი. ხვდებით, ხო? მტრედი, გედი. სქესის შეცვლაზეა საუბარი. აი ეს წიგნი, აი ეს კომიქსი, კიდევ ერთმა, ესე იგი, ყველაზე ჰეტეროსექსუალურმა სასამართლომ მოსკოვში ამოიღო ეს წიგნი გაყიდვებიდან, არც მაღაზიებში, არც ონლაინ პლატფორმებზე ეს კომიქსები, ტატიანა ხლონის ავტორის კომიქსები აღარ იყიდება. ზუსტად იგივე მიზეზი იყო, როგორც გოგონას და გველის და მაქციას და აი კომპანიის შემთხვევაში. აქაც საუბარი არის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდაზე. მე მესმის, რომ ჩვენ მოვიყვანეთ შეიძლება
ყველაზე რადიკალური. ან სადღაც შეიძლება კომიკური მაგალითები იმისა თუ რაოდენ შორს შეიძლება წავიდეს ცენზურა, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ არ აგვაქვს საქმე სასაცილოდ. რატომ საუბრობთ დღეს ცენზურაზე რუსეთში? რატომ და იმიტომ რომ ბევრი რამ რაც დღეს ხდება საქართველოში ძალიან წააგავს იმას თუ რა ხდება რუსეთში. განსაკუთრებით ის მოვლენები რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გეგონება ხანდახან copy paste-ით არის გადმოღებული. პირველ რიგში ეს ეხება კანონმდებლობას და ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ არა მარტო ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დაცვას, არამედ ბევრ სხვა კანონს, რომელიც მიიღეს ჯერ სახელმწიფო დუმაში, შემდეგ კი ჩვენს პარლამენტში. ზუსტად ეს საკანონმდებლო ბაზა და ის კანონები, ახალი კანონები, რომელიც მიიღეს, ან კანონები, რომელიც გამკაცრდა, ანუ გარკვეული ცვლილებები შეიტანეს რუსეთის კანონმდებლობაში, გახდა საფუძველი მსგავსი და არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევებზეა საუბარი, ბევრ მაგალითს მოვიყვანთ დღეს, საფუძველი აი მსგავსი გადაწყვეტილებებისა და ვერდიქტების. მოდით მაინც გადავხედოთ მოკლედ აი ამ საკანონმდებლო ბაზას, რა კანონები მიიღეს და რას იყენებენ რუსი ცენზორები ინსტრუმენტად თავისი საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის. პირველ რიგში ეს არის უკვე გახმაურებული კანონი უცხო აგენტების შესახებ. არა რუსულ კანონს. ეს კანონი თავდაპირველად რუსეთში, უბრალოდ შეგახსენებთ, მიიღეს 2012 წელს და თავიდან კანონი არ ეხებოდა არც ფიზიკურ პირებს, არც მედიის წარმომადგენლებს, არც არასამთავრობო სექტორს. კანონი ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებსაც ჰქონდათ შემოსავალი საზღვარგარეთიდან. შემდეგ წლების განმავლობაში კანონი უფრო და უფრო მკაცრდებოდა და ბოლო 2-3 წელიწადში და იცით რა, მოდით პირდაპირ ვთქვათ, როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ამ ბოლო 2-3 წელიწადზე, ათვლის წერტილი აქ არის 2022 წლის 24 თებერვალი. თარიღი, როდესაც რუსეთმა დაიწყო თავისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ომი გრძელდება, მაგრამ ამის გარდა ბევრი რამ შეიცვალა რუსეთში და ბევრი რამ შეიცვალა ბევრ სხვა ქვეყანაში, პირველ რიგში საქართველოშიც. ბევრი რამ უბრალოდ უფრო აშკარა გახდა, ხო? ესე იგი, კანონი უცხო აგენტების შესახებ გამკაცრდა, ბევრი ცვლილებები შეიტანეს და დღეს უკვე რუსეთში მოქმედებს კანონი უცხო აგენტების შესახებ, ესე ქვია, რომელიც ეხება ფიზიკურ პირებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათი კონტენტის იმის, რასაც ეს ადამიანები ქმნიან, იმიტომ რომ უცხო აგენტებად რუსეთში გამოაცხადეს არა მარტო ჟურნალისტები, არამედ რეჟისორები, მსახიობები, მომღერლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, უამრავი ადამიანი, მეცნიერები, რა ვიცი, დოცენტები, ბევრი ადამიანი, უმრავლესობა ამ ადამიანების აღარ ცხოვრობს რუსეთში და წავიდნენ საზღვარგარეთ და მოღვაწეობენ იქ. ამ ადამიანების ნაწარმოებებს ამ შემთხვევაში თუ მწერლებზეა საუბარი, ან მომღერლების, სიმღერების გავრცელება ასევე დასჯადია აი ამ კანონის მიხედვით. ერთ-ერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგალითად მწერალი ბორის აკუნინი, ქართული წარმოშობის ჩხარტიშვილი, გვარად ძალიან ცნობილი მწერალი, ძალიან კარგი მწერალი, გარდა იმისა, რომ კარგი მწერალი არის იაპონიის მცოდნე და მხატვრული ნაწარმოებების გარდა თუ შეიძლება გსმენიათ, აი ფანდორინი არის მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი, გარდა ამისა აქ დაწერილი ძალიან ბევრი საინტერესო პუბლიცისტური ნაშრომი, ესე და ასე შემდეგ. აი აკუნინი გამოაცხადეს ჯერ უცხო აგენტად, შემდეგ ბევრად უფრო რთული ამბები დაატყდა თავს ჩხარტიშვილს, იმიტომ რომ იქ უკვე საუბარი ბოლო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ
რომ საერთოდ მიესაჯათ 14 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, ჭყარტიშვილი აღარ ცხოვრობს რუსეთში, არ დაუჭერიათ საბედნიეროდ, უკვე იქ იყო ექსტრემიზმის გამართლებაზე საუბარი. აი აკუნინის წიგნები, ბესტსელერები, რომელიც რა ვიცი, ძალიან კარგად იყიდებოდა რუსეთში, ამოღებულია წიგნების მაღაზიებიდან და ონლაინ პლატფორმებიდან. ესეთი ამბავია. რაც შეეხება ექსტრემიზმის გამართლებას, აი 2025 წელს მიიღეს კიდევ ერთი შესწორება, ერთ-ერთ კანონში შეიტანეს შესწორება. ამ შესწორების მიხედვით, ამ ნორმის მიხედვით ნებისმიერი ეგრეთ წოდებული ექსტრემისტული კონტენტის ძებნა ინტერნეტში რუსეთში არის დასჯადი. ძალიან გაუგებარი ფორმულირებაა, იმიტომ რომ რა შეიძლება ჩაითვალოს ექსტრემისტულ კონტენტად, ხო? შეიძლება შენ რაღაც ისტორიაზე წერ, რაღაცა გარკვეულ ესეს მოსწავლე ხარ, ხო? ექსტრემიზმზე წერ, ესეც ჩაითვლება, როგორც დანაშაული? არ ვიცი. მაგრამ რაც შეეხება ხელოვნებას, აქ ცენზორებს აქვთ უფლება, რომ გამოიყენონ ეს კანონი როგორც ინსტრუმენტი და დასაჯონ, ესე იგი, წერლები, მსახიობები, რეჟისორები და ასე შემდეგ. კიდევ ერთი კანონი, რომელიც მიიღეს 2022 წელს, მალევე ომის დაწყების შემდეგ, მარტში მიიღეს ეს კანონი, ეს არის ჯარის დისკრედიტაცია, რუსეთის შეიარაღებული ძალების და ფეიკების გავრცელება ჯარზე. ნებისმიერი მსგავსი პოსტი იქნება სოციალურ ქსელში, თუ რა ვიცი, გამოსვლა და თუ ამ გამოსვლაში, ამ პოსტში, ამ ნაწერში, ესეში, რა ვიცი, რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ კონტენტზე აქვს საუბარი, არის რაღაცა ნიშნები იმისა, რომ შენ ახდენ რუსეთის ჯარის დისკრედიტაციას, ესეც არის დასჯადი. შემდეგ ეს პირველი კანონი მიიღეს 22-ში, მაგრამ შემდეგ ეს კიდევ უფრო გამკაცრდა და უკვე 2025 წელს ჩვენ გვაქვს კანონი, როდესაც ეს ადმინისტრაციული კოდექსით კი არ ისჯება, არამედ შეიძლება საუბარი იყოს თავისუფლების აღკვეთაზეც 15 წლამდე, ანუ ძალიან გამკაცრებულია. სულ ცოტა ხნის წინ, აგერ ივლისის ბოლოს, პუტინმა მოაწერა ხელი კიდევ ერთ ესეთ საკანონმდებლო აქტს, ნორმას, რომლის მიხედვით იქ არის მთელი სია საფუძვლების, რატომ შეიძლება ფილმის ავტორებს, პროდიუსერებს უთხრან უარი ფილმის გაქირავებას, ანუ ფილმის ჩვენებაზე კინოთეატრებში. და სია არის იმდენად გრძელი, რომ ძალიან რთული იქნება, ესეთი რეალური ხელოვანი ხალხისთვის შეესადაგო, ესე იგი, შენი ნაწარმოები აი ამ სია, რომ არ დაარღვიო ეს სია და ფილმი ნამდვილად აჩვენონ კინოთეატრებში. იქ არის საუბარი ტრადიციულ ფასეულობებზე, ექსტრემიზმის, ტერორიზმის გამართლებაზე, არის საუბარი ჯარის დისკრედიტაციაზე და ასე შემდეგ. ბევრი რამ, როგორც გითხარით, აი ბევრი ესეთი მსგავსი კანონი, კიდევ ერთი, რაც შეეხება რომ გავიხსენოთ გველის, გოგონას, გენადის და მთელი აი ამ დაჯგუფების ამბავი, ეს არის რასაკვირველია კანონმდებლობა, რომელიც ეხება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დაცვას. და იქ როგორც წერია აი ამ კანონში, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების, სქესის შეცვლა, child free პოლიტიკის, ხო? ბავშვის ყველაზე უარის თქმის პროპაგანდა, ყველაფერი არის დასჯადი. თავიდან 2013-ში იყო მიღებული და ეხებოდა მხოლოდ არასრულწლოვნებს, შემდეგ კი გაამკაცრეს და უკვე საუბარი არის ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. აი ეს არის ის საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც, როგორც გითხარით, ცენზორები, ესე იგი, რომლითაც შეუდგნენ საქმეს. მე გავეცანი ძალიან ბევრ სტატიას, რომელიც ეხება იმას, თუ რა ხდება აი ცენზურა დღეს როგორ მუშაობს რუსეთში და იქ იყო საუბარი იმაზე, რომ თავიდან, როდესაც განსაკუთრებით განიხილავდნენ კანონს ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დაცვაზე, შეადგინეს სია, სადაც შევიდა 252
ნაწარმოები, ავტორი და მათი ნაწარმოებები, რომელიც წესით უნდა იყოს აკრძალული. ეხლა რაც შეეხება აკრძალვას, ზოგ შემთხვევაში, მაგალითად როგორც აკუნინის შემთხვევაში, საუბარი არის სრულ აკრძალვაზე. აკუნინის წიგნები აღარ იყიდება მუსკოვის წიგნების მაღაზიებში და ონლაინ პლატფორმებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, აქ არის საუბარი იმაზე, რომ წიგნი შეიძლება იპოვო მაღაზიაში, მაგრამ მთელი პარაგრაფები, აი ამ ტექსტში თუ გადაშლი წიგნს არის შავად არის დაშტრიხული. მართალი გითხრათ, არც ვიცი რა არის უარესი. აი საერთოდ არ გაიყიდოს წიგნი თუ ესე დასახიჩრდეს ავტორის ნაწარმოები. აი ჩემთვის მაგალითად არ ვიცი, შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მეორე კიდე უფრო მძიმე ამბავია, იმიტომ რომ აი შენ შვილს, შენ ნაწარმოებს, რომელზეც შენ იწვალე, ხო, ამდენი შთაგონება, ფანტაზია, ყველაფერი ჩადე აი ამ შენს ნაწარმოებში, აი ესე დაჩეხონ, ხო? აი ესე შავით არის დაშტრიხული. აი ამ სიაში მოდით ვიყოთ ობიექტურები, მე გავარკვიე, რომ სახელმწიფო დუმის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს სია კი ბატონო შეადგინეს, განიხილავდნენ, მაგრამ ოფიციალურად ეს სია არ არის გამოქვეყნებული. არსად არც იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტზე, არსად ამ სიას, აი 250-იან ნაწარმოებ ავტორიანი სია არ არსებობს. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, როგორ მუშაობს ცენზურა. შეიძლება ამოიღონ წიგნი და მითითება იყოს, ან იმდენად არ შეესაბამება არსებულ კანონმდებლობას, რომ აღარ გაყიდონ მაღაზიებში. მაგრამ შეიძლება გამომცემლობამ ან წიგნის მაღაზიამ უბრალოდ თავი შეიკავოს, იმიტომ რომ იცი რა იყოს სია, არის ოფიციალური, არ არის ოფიციალური, არ ვიცით. ამიტომ შეიკავონ თავი. ესეც ირიბად ახდენს ესეთ ცენზურას. ეხლა რა სია რადგან რეალურად არსებობდა და გინდა პირდაპირ და გინდა ირიბად მუშაობს, რომელი ავტორების ნაწარმოებები შედიოდა ამ სიაში. არ გაგიკვირდეთ ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომელიც იყო ამ სიაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი კლასიკოსის ფეოდორ დასტაევსკის რომანი, უბრალოდ ესეთი გრძელი მოთხრობაა და დაუმთავრება არ დაუსრულებია დოსტოევსკის ეს მოთხრობა, რომელსაც ქვია ნიეტოჩკა ნიზვანოვა. კაცო, თავიდან დავფიქრდი, ხა ეს ნაწარმოები რატო უნდა შესულიყო, ხო, თან დოსტოევსკიზეა საუბარი, ესე იგი, თუ კი რუსეთს იცნობენ მსოფლიოში, ტოლსტოიციან და დოსტოევსკი, მაგრამ რატომ? მე გამახსენდა ხა, ბავშვობაში ესე ვთქვათ, მქონდა წაკითხული, მე რაღაცები გადავამოწმე, იქ არის საუბარი ეს ნიეტოჩკა ნიზვანოვა, მთავარი გმირი, გოგონა, ობოლი, დაკარგავს დედას. მას აქ მეგობრობს სხვა გოგონასთან, კაცასთან და ეს მეგობრობა მისთვის, გარკვეული რომანტიკული ხასიათი აქვს ამ მეგობრობას. ანუ არანაირად პირდაპირ დოსტოევსკი არ წერს ორი გოგონას სასიყვარულო ისტორიას ნამდვილად არ აღწერს, მაგრამ ესე შეიძლება გადაწყვიტო, იფიქრო, რომ ნიეტოჩკას აქ გარკვეული რომანტიკული გრძნობები კაცას მიმართ. ღმერთო არ ჯერა რომ ამას ვამბობ, ამას ყვები, იმიტომ რომ მხატვრულ ნაწარმოებებზე ლაპარაკი, ან ავტორებზეა საუბარი, ხო? კარგი. ეხა ბოკაჩოს დეკამერონი, ეხა თუ კი რამე უნდა შესულიყო, ეხა ამ სიაში პირველ რიგში ეს უნდა შესულიყო. გაკვირვება ჩემთვის გამოიწვია ჩემთვის საყვარელი იაპონელი მწერლის ხარუკი მურაკამის რომანმა ნორვეგიული ტყე. მე ძალიან მიყვარს ხარუკი მურაკამი. თუ არ იცნობთ ამ ავტორს, თუ არ იცით, თუ არა გაქვთ წაკითხული მისი რომანები, მისი მოთხრობები, ესეები, მე ძალიან გირჩევთ, რომ წაიკითხოთ. ძალიან
საინტერესო სამყაროა მურაკამის ხარუკი, იმიტომ რომ სხვა მურაკამის არსებობს ხარუკი მურაკამის ლიტერატურული სამყარო. ნორვეგიული ტყე მიყვარს ძალიან ეს ნაწარმოები, კარგად მახსოვს, მთავარი გმირი, ვატანაბე, უყვარს ერთი მისი სიყვარულის ობიექტი არის მისი დაღუპული, გარდაცვლილი მეგობრის ყოფილი გელფრენდი, ყოფილი შეყვარებული და კიდევ სხვა გოგონა სტუდენტი, რომელიც ასევე უყვარს. კი, იქ არის რაღაცა პატარა ხაზი queer თემის, მაგრამ ეს არ არის მთავარი ღერძი ამ ნაწარმოების. ამ შემთხვევაში ჩათვალეს, რომ ეხლა ჯობია არ იყოს. სხვათა შორის, რაც შეეხება ნიეტაჩკა ნიზვანოვას დამავიწყდა. იყო პერიოდი, როდესაც ამ მოთხრობას სკოლაშიც კი ასწავლიდნენ. იყო ესეთი, იყო დრო და მომენტი. კიდევ ერთი ოსკარ უაილდის დორიან გრეის პორტრეტი. ახლა ოსკარ უაილდი კიდევ ერთი თუ კი ვინმე უნდა შესულიყო, ხო, შეიყვანდნენ, აბარა ახლა ოსკარ უაილდი, ვიცნობ, ჰომოსექსუალი, რომელიც ხო, ვიცით ეს ფაქტი, ალბათ ამიტომ ჩათვალეს, რომ დორიან გრეის პორტრეტიც უნდა იყოს ამ სიაში. იქ არის სტივენ კინგი, საერთოდ ხა ნამდვილად ვერ ვიხსენებ ხა ის ნაწარმოებები, რომელიც აქ არის მოყვანილი, ხო, დოქტორი სიზმარი და ასე შემდეგ, არ ვიცი, ხა ვერ გეტყვით რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება, რომ ეს ავტორები, ესე იგი, მოხვედრილიყვნენ ამ სიაში. ახლა მარსელ პრუსტზე და დაკარგული დროის ძიებაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. რა საკურველია უნდა ყოფილიყო ამ სიაში. კიდევ ერთი ავტორი, თანამედროვე რუსი მწერალი ვლადიმერ სოროკინი და მისი რომანი მემკვიდრეობა. მე მაგალითად არ ვიცი რამდენად იცნობთ ამ ავტორს. თუ კითხულობთ რუსულად, ესეთ ლიტერატურული ეპიზოდი გამოგვივიდა, ესე იგი. თუ კითხულობთ რუსულად, მე ძალიან გირჩევთ, რომ წაიკითხოთ ვლადიმერ სოროკინის რომანები. ეს რომანი მემკვიდრეობა რატომ შევიდა იწვევს ბევრ შეკითხვას, ჩემთვის გაუგებარია. მე მაგალითად მე რო ვიყო რუსი ცენზორი, ან გოსდუმის, ესე იგი სახელმწიფო დუმის დეპუტატი, მე შევიყვანდი სულ სხვა რომანებს სოროკინის. პირველ რიგში ეს იქნებოდა ოპრიჩნიკის დღე და შაქრის კრემლი. ოპრიჩნიკები იყვნენ რუსი მეფის იოანე მრისხანეს დაცვა, ესეთი ჯალათები და მისი გაგრძელება, ოპრიჩნიკის დღის გაგრძელება, შაქრის კრემლი. ეს არის ანტიუტოპიური რომანები რუსეთის მომავალზე, არ ვიცი, მე მგონი 12-13 წლის წინ დაწერა სოროკინმა ეს ორივე რომანი და არაჩვეულებრივი წარმოუდგენლად, გარდა იმისა, რომ საინტერესოა მისი სამყარო, მისი ფანტაზია, მაგრამ არარეალისტურად რელევანტურია დღევანდელობის, დღევანდელ რუსეთში რა ხდება. იმდენად შეესაბამება იმას, რაც რომანში წერია, იმას, რაც ხდება დღეს რუსეთში. რომ დავანებოთ თავი რაღაცა ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს, არის ტრადიციული, არატრადიციული, რას ნიშნავს, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. კიდევ ერთი წიგნი, რომლის ავტორები არიან იური ფელშინტინსკი და ალექსანდრე ლიტვინენკო, ალბათ გახსოვთ ლიტვინენკო, რომელიც მოწამლეს ნავიჩოკით ლონდონში FSB-მ, ანუ რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტებმა მოწამლეს. წიგნი, რომელსაც ჰქვია FSB ზრვაით რასიო, FSB, ანუ უშიშროების ფედერალური ბიურო აფეთქებს რუსეთს. აქ უკვე საუბარი არ არის არანაირ ტრადიციებზე და სხვა თემებზე, ანუ სხვა თემებზეა ზუსტად საუბარი. აქ ჩათვალეს, რომ ეს არის ექსტრემიზმის გამართლება და ჩათვალეს, რომ ეს წიგნი არის ექსტრემისტული კონტენტი, ექსტრემისტულ კონტენტს შეიცავს და ექსტრემისტული მასალაა. მისი ამ წიგნის პუბლიკაცია და გავრცელება არის აკრძალული. ვერ იპოვით ამ წიგნს. ბევრი კიდევ ერთი მაგალითი რობერტო კარნერო, იტალიელი კრიტიკოსის წიგნი, რომელსაც ჰქვია პაზოლინი, Dying for One's Own Ideas. ეს არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი
ინტელექტუალის, წერლის, რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლინის ბიოგრაფია. პიერ პაოლო პაზოლინი იყო ღია ჰომოსექსუალი და აი ეს წიგნი, რომელიც აღწერს მის ბიოგრაფიას, მის გზას, მის აზრებს, ასევე არის უბრალოდ არ არის აკრძალული, აი ეს ზუსტად არის ის მაგალითი წიგნისა, სადაც მთელი აბზაცები ამ ტექსტის არის შავად დაშტრიხული. ზუსტად, როგორც მე ვხვდები, ის აბზაცები, ის ნაწილი ტექსტის, სადაც არის პიერ პაოლო პაზოლინის ჰომოსექსუალობაზე საუბარი. კიდევ ერთი ავტორი, სალმან რუშდი. სატანისტური ლექსების ავტორი, ბუკერის პრემიის ლაურეატი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტი მთელს და მოაზროვნე მთელს მსოფლიოში. 2022 წელს მასზე განხორციელდა თავდასხმა 15-ჯერ თავდასხმელმა 15-ჯერ დაარტყა დანა, მაგრამ სალმან რუშდი გადარჩა და ამის მერე მან დაწერა წიგნი, რომელსაც ჰქვია დანა, მოსაზრებები მკვლელობის მცდელობის შემდეგ. არ ვიცი რა იპოვეს რუსმა ცენზორებმა ამ წიგნში ისეთი რომ ნაწილი ტექსტის ასევე არის ეს შავად დაშტრიხული, დაფარული, მაგრამ ნუ ფაქტია რომ აქაც არის საუბარი ექსტრემიზმის, ტერორიზმის გამართლებაზე. და თუ ჩვენ საუბრობთ იმ კანონზე, რომელიც ეხება ექსტრემიზმის და ტერორიზმის გამართლებას, ჩვენ აი გადავალთ კულტურის ხელოვნების კიდევ ერთ სფეროზე. თუ ჩვენ ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, ახლა მე მინდა შევეხო თეატრს. კულტურის ყველა სფეროს შეეხო რუსული ცენზურა. დღეს ის რაც ჩვენ ვითომ დაგვავიწყდა, ის რაც ჩვენს თაობას, ადამიანებს, რომლებიც დავიბადეთ საბჭოთა კავშირში, ძალიან კარგად ჯერ კიდევ გვახსოვს, მაგრამ ნუ გვეგონა რომ დასრულდა და აღარასოდეს აღარ იქნება, ეს ბრუნდება, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ცენზურა მოგეხსენებათ, არაჩვეულებრივად მუშაობდა აკრძალული ავტორები, რეჟისორები, მწერლები, წიგნები გადაბეჭდილი, გადაწერილი ხელით, რომელსაც კითხულობდნენ ჩემი მშობლები, მეც კი, ხო, სამიზდატი ეგრეთ წოდებული, ეგრეთ წაიკითხა ძალიან ბევრმა ადამიანმა საბჭოთა კავშირში ბორის პასტერნაკის დოქტორ ჟივაგო. ბევრი სხვა ნაწარმოების წაკითხვის საშუალება უბრალოდ ჩვენ არ ქონდა და მე მახსოვს, როგორც თქვა ერთ-ერთმა მწერალმა, სხვათა შორის ახლა რომ ამზადებდი ამ ეპიზოდს, ესეთი ფრაზა თქვა, რომ ცენზურაში ერთადერთი რამ არის კარგი, რომ რაღაცა მომენტში მას აუქმებენ და შემდეგ იწყება არის ზღვა წიგნების, ფილმების, სპექტაკლების, რომელიც იყო სადღაც თაროზე, რომელიც იყო აკრძალული და ხალხს აქვს საშუალება რომ გაეცნოს აი ამ დიდ ხელოვნებას, ხო? 90-იან წლებში ზუსტად ეს მოხდა, ხო? იმიტომ რომ გამოიცა უამრავი წიგნი, რომლის არსებობაზე ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ არ ქონდა იმის საშუალება რომ წაგვეკითხა. ეკრანებზე გამოვიდა ბევრი ფილმი. ალბათ ერთ-ერთი თუ პირველი, არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა, აი ნიშანი იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ალბათ იყო თენგიზ აბულაძის მონანიების გამოსვლა. ეს იყო უდიდესი მოვლენა, ეს იყო უარის თქმა იმ ძველ სისტემაზე, რომელიც არსებობდა, უარის თქმა ცენზურაზე. მონანიებამ ქართულმა ფილმმა, ქართულმა რეჟისორმა გააკეთა ეს. და მიუხედავად, თქვენ მეტყვით, რომ მიუხედავად ამისა არსებობდნენ სხვა ავტორები, რეჟისორები, იყო ტარკოვსკი, იყო ალექსანდრე გერმანი, იყვნენ სხვები, რომლებიც მოღვაწეობდნენ. კი, მოღვაწეობდნენ, მაგრამ ტარკოვსკიმ სულ 5 ფილმი გადაიღო საბჭოთა კავშირში, აქ კიდევ 2 მე მგონი უკვე საზღვარგარეთ. გერმანის არაჩვეულებრივი რუსი რეჟისორის ფილმები, რომელიც სულ თაროზე იდო. სულ ეს ცენზორები სულ იყვნენ, ყველა ეპოქას ყავდა თავისი ცენზორი, ნამდვილად და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირამდე. პუშკინსაც ყავდა მეფე, როგორც ცენზორი, შემდეგ არ ვიცი, ბულგაკოვს, მანდელშტამს, პასტერნაკს, ახმატოვას,
სხვებს იზენშტეინს ყავდათ, სტალინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შეიძლება ჩვენი თაობა აი ყველაზე მტკივნეულად განიცდის ამის დაბრუნებას, იმიტომ რომ ცენზურა მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ბოდიში აი ამ რაღაცა ემოციური ჩართვისთვის, მაგრამ ესეა. ესე იგი თეატრი და გახმაურებული თეატრალური საქმე 2023 წელს რუსეთში დააკავეს ორი ცნობილი ქალი. დრამატურგი ევგენია ბერკოვიჩი და თეატრალური რეჟისორი სვეტლანა პეტრიჩუკი. ამ საქმეზე, თეატრალურ საქმეზე ჩვენ უკვე მოვყევით პირადი საქმის ფარგლებში ეპიზოდში, რომელიც ეხებოდა სასამართლოს, უბრალოდ სასამართლოების უსამართლობას ისტორიულ პერსპექტივაში და იმას განვიხილავდით თუ რა ხდება დღეს და იქ მოვყევით, მაგრამ იმათ ვისაც არ გაქვთ ნანახი ეს ეპიზოდი, უბრალოდ მოგიყვებით აი ამ თეატრალურ საქმეზე, ესე იგი ორი დრამატურგი და რეჟისორი, ჟენია ბერკოვიჩი და სვეტლანა პეტრიჩუკი, რომლებმაც 2020 წელს დადგეს სპექტაკლი. სპექტაკლს ჰქვია ფინისტი ნათელი შევარდენი. სპექტაკლი მოგვითხრობს რამდენიმე ქალის ისტორიას, რუსი ქალების ისტორიას, რომლებსაც ჰქონდათ ესეთი მიმოწერა კაცებთან, რომლებიც იყვნენ ISIS-ის წევრები, ანუ ისლამური სახელმწიფოს წევრები, ბოევიკები, ხო? შემდეგ რამდენიმე ეს ქალი იქ აი ამ მიწერ-მოწერაში ირკვევა, რომ გაუჩნდათ რაღაცა რომანტიკული გრძნობები და მიდიან აი ამ თავის შეყვარებულებთან სირიაში. ეს სპექტაკლი არის სპექტაკლი გაფრთხილება, ეს არის სპექტაკლი ტერორიზმის, ექსტრემიზმის წინააღმდეგ. სპექტაკლმა, რომელიც როგორც გითხარით 20 წელს დაიდგა, არაერთი ჯილდო მიიღო რუსეთში არსებულ ფესტივალებზე, რაღაცა დააჯილდოვეს კიდევაც და 2023-ში ეს ორი ქალი დააკავეს ზუსტად ამ სპექტაკლის გამო და სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს სპექტაკლი პირიქით გაფრთხილება კი არ არის, ანუ საპირისპიროს ეუბნებოდნენ. ეს არის პირიქით სპექტაკლი, რომელიც ამართლებს ექსტრემიზმს, ტერორიზმს და კიდე ეგეთი რაღაცა ეწერა ამ განჩინებაში, რადიკალურ ფემინიზმს. ხა ეს რას ნიშნავს, ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ ესეთი ფორმულირება ქონდა ამ გადაწყვეტილებას. აბსურდულ გადაწყვეტილებას. ორივე ეს ქალი ჩასვეს ციხეში, მიუსაჯეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. შემდეგ სააპელაციო 2-3 თვით შეუმცირა ეს ვადა. თეატრალური საქმე, რომელიც ამაზე რუსეთში კი არა, მთელს მსოფლიოში ლაპარაკობდნენ, როგორც სასამართლოს უსამართლობის და ცენზურის ესეთ უკიდურეს მაგალითზე. გარდა ამისა, ეს არის ყველაზე, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მაგალითი თეატრალური სფეროდან და მეტყველებს იმაზე, როგორ მუშაობს ცენზურა, როგორ მუშაობს დღევანდელი უსამართლო სასამართლო რუსეთში, მაგრამ გარდა ამისა არის უამრავი მაგალითი მსახიობები, რეჟისორები, რომლებსაც ან მოუწიათ წასვლა რუსეთიდან, ან უბრალოდ ვერ წავიდნენ, ვერ დატოვეს თავისი ქვეყანა სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორც მაგალითად ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რუსი მსახიობი ლია ახეჯაკოვა, არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც უკვე ასაკშია და რომელიც ამბობს, რომ აი სად უნდა წავიდეო, როგორ უნდა წავიდეო, სად რა უნდა ვაკეთო, ხო? მაგრამ რომელსაც მას ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა ცნობილ ნიჭიერ მსახიობს, რეჟისორს აეგზალათ მონაწილეობა სპექტაკლებში, აღარ აკავებდნენ სპექტაკლებზე, ის სპექტაკლები, სადაც იყვნენ დაკავებული, მოიხსნა. აი ესეთი ამბავია. მე მახსოვს, მე ვუყურე ერთ-ერთ ინტერვიუს ცნობილ მსახიობებთან, ორივე ცოლ-ქმარი არიან მსახიობები, ორივე წავიდა რუსეთიდან, საფრანგეთში ცხოვრობენ და ყვებოდნენ ამბავს, რომ ისინი მსახურობდნენ თეატრში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი არის ასევე ცნობილი რუსი
პირველ რიგში მსახიობი, მაგრამ ასევე რეჟისორი კონსტანტინე ხაბენსკი. და ეს ადამიანები ყვებოდნენ, როგორ მოიხსნა ყველა სპექტაკლი, სადაც მონაწილეობდნენ ისინი და ასევე ხაბენსკიმ აი ამ საუბარში უთხრა, რომ მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ეს მსახიობები უნდა გაეშვათ სამსახურიდან. მიზეზი არის ყველა ამ შემთხვევაში, მიზეზი არის ერთი. მიზეზი არის რეჟიმის, პუტინის, კრემლის, დღევანდელი პოლიტიკის კრიტიკა. ეს ადამიანები არ მალავდნენ თავის პოზიციას და ხაბენსკი ერთადერთი როგორ გითხრათ, გამართლება, ეს მსახიობი სხვა შორის მას ამართლებდა და ამბობდა, რომ ხაბენსკიმ უთხრა, რომ მე თუ არ გაგიშვებთ ეს სამსახურიდან, მე მითხრეს, რომ ყველა იმ ახალგაზრდა მამაკაცს, მსახიობს, რომელიც მსახურობს ჩვენს თეატრში, უბრალოდ წაიყვანენ ფრონტზე. აღმოჩნდებიან ომში, უკრაინაში. და ამიტომ აი ესეთი მძიმე არჩევანის წინაშე. ამ შემთხვევაში ხაბენსკის ან ნებისმიერი სხვა რეჟისორის სამხატვრო ხელმძღვანელის გამართლებას კი არ ვცდილობ, უბრალოდ გიყვებით ამბავს თუ როგორ მუშაობს, ხო? ესეც ხო ცენზურა, ესეც ცენზურა, როგორც აი ამ მთელი რეპრესიული მანქანის სისტემის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ერთ-ერთი ნაწილი. კინო. კიდევ ერთი სფერო ხელოვნების. მე გითხარით თავიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე და უფრო რეპრესიული კანონების მიღებაზე, როდესაც საუბრობდით საკანონმდებლო ბაზაზე, ხო? გითხარით, რომ 2025 წლის ივლისის ბოლოს პუტინმა მოაწერა ხელი ნორმას და იქ არის მთელი გრძელი სია იმ საფუძვლების, მიზეზების, რატომ შეიძლება არ მისცენ ფილმის პროდიუსერებს, ავტორებს გაქირავების საშუალება. კინოთეატრებში ჩვენების საშუალება. აი ესეთი მაგალითები არის ძალიან ბევრი. როდესაც ფილმებს არაჩვენებენ იმ შემთხვევაში, ჯერ კიდევ თუ კი ვინმე ჯერ კიდევ იღებს. ესეც საინტერესო მომენტია, რომ ვიღა იღებს, იმიტომ რომ ბევრი რეჟისორი, მსახიობი უბრალოდ წავიდა და ისინი ვინც იღებენ, ისინი იღებენ ფილმებს ჯარზე, მამაც რუს ჯარისკაცებზე, რა ვიცი, ტრადიციულ ფასეულობებზე, რაღაცა ესეთ თემებზე. მაგრამ ცენზურას რაც შეეხება, მე მაგალითად ამოვიკითხე, რომ ძალიან ცნობილი ამერიკული სერიალი Sex and the City, სექსი დიდ ქალაქში, უკვე ამ სიტყვას რომ ამბობ ცოტა არ ვიცი, მეშინია. აი ამ სერიალიდან, რომელსაც სულ აჩვენებდნენ ტელევიზიით, რუსულ ტელევიზიით, იქ ყველგან, სადაც იყო გამოყენებული სიტყვა გეი, გეი შეცვალეს სიტყვით ადამიანი, უბრალოდ გეის კი არა, ამბობენ, რაც ასე მიღებულია რუსულ ენაში, ამბობენ ადამიანი. კიდევ ერთი სერიალი White Lotus, თეთრი ლოტოსი, გადასარევი სერიალია, ძალიან გირჩევ, ძალიან საინტერესო ფანტასტიკური მსახიობები თამაშობენ ამ სერიალში. აი იქაც სიტყვა გეი შეცვალეს სიტყვით, ესე იგი, უბრალოდ ადამიანი. აი ესეთი ცენზურული, ესე იგი, ამბები ხდება. კინოში, თეატრში, ლიტერატურაში. მე რომ დავიწყო ახლა, მე რომ მოვიყვანო ის სია ადამიანების, რომლებიც რუსეთში გამოაცხადეს უცხო აგენტებად, ერთი ეპიზოდი კი არა, რა ვიცი, ბევრი დაგჭირდება ნამდვილად, ამიტომ ნამდვილად არ ვიზამ ამას, მაგრამ მოვიყვან რამდენიმე ყველაზე ცნობილ სახელს, ხო? არ ვიცი, ზემფირა. ხო, ჩამოდის მომღერალი. კი, მუსიკასაც შეეხო ეს. მუსიკას შეეხო იმით, რომ იმ მომღერლებს ისევ და ისევ რეჟიმის, დღევანდელი პოლიტიკის, პუტინის კრიტიკოსებს არ აქვთ საშუალება, რომ გამართონ კონცერტები რუსეთში, არ აძლევენ საკონცერტო დარბაზებს, არ აძლევენ საშუალებას კონცერტების გამართვას. ამიტომ ძალიან ბევრმა დატოვა რუსეთი. ზემფირა, ბორის გრებენშიკოვი, ანდრეი მაკარევიჩი,
არ ვიცი, არწომ ტროიცკი, მაქსიმ გალკინი, ხო, კომიკოსი და ტელევარსკვლავი და მისი მეუღლე, მაქსიმ გალკინი უცხო აგენტია, მისი მეუღლე ალა პუგაჩოვა ჯერ არ გამოუცხადებიათ უცხო აგენტად, მაგრამ ცნობილი ინტერვიუს შემდეგ, რომელიც მან ცოტა ხნის წინ მისცა ერთ-ერთ რუს ჟურნალისტს, კიდევ ერთ უცხო აგენტს ეკატერინა გარძიევას, შეიძლება გამოაცხადონ კიდევაც, იმიტომ რომ ამ ინტერვიუმ დიდი ამბები გამოიწვია რუსეთში. სტენდაპერები, მორგენშტერნი, ასევე მომღერალი ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარული, ნოიზემსი, მონეტაჩკა, ხო, საინტერესო სიმღერების მღერის თურმე. გადასარევი თანამედროვე რუსი მწერალი ლუდმილა ულიცკაია. არ ვიცი, აი წარმოუდგენელი გეგონება აი ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ეს ელიტა რუსული კულტურის აი ყველა, ესე იგი უცხო აგენტები არიან და მოუწიათ ქვეყნიდან წასვლა. იგივე ბორის გრებენშიკოვი, აკვარიუმის ჯგუფი აკვარიუმის ფრონტმენი, ხო, ჩემი თაობის ადამიანები დარწმუნებულია, იცნობენ ამ ადამიანს, ძალიან პოპულარული მომღერალი. რომელიც 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ მალევე წავიდა დატოვა რუსეთი და დღეს ცხოვრობს ლონდონში, იქ მართავს კონცერტებს, არაერთხელ დააჯარიმეს რუსეთში, ხო, ის ლონდონში ცხოვრობს. აი მე უბრალოდ მინდა ზუსტად ვნახო რა იყო საფუძველი აი ამ ჯარიმების. როდესაც საუბარია უცხო აგენტებზე, აქ არის ძალიან ბევრი შეზღუდვა. ეხლა ჩვენ რო გვეუბნებიან, რატო არ გინდა რომ უცხო აგენტი იყოს, ანუ უცხო რა მოხდა, ხო? ძალიან ბევრ შეზღუდვაზე აქ საუბარი. იქ არის საუბარი იმაზე, რომ არაერთ ვიდეოში, რომელიც გამოაქვეყნა გრებენშიკოვმა, თავისუფლად რადგან კაცი ლონდონში ცხოვრობს, იქ აი ეს დისკლეიმერი, რომ ეს ვიდეო არის გავრცელებული უცხო აგენტი ბორის გრებენშიკოვის მიერ, არ ქონდა თან დართული, ხო, ამ ვიდეოს. ამის გამო არაერთხელ დააჯარიმეს, მაგრამ ამის გარდა დააჯარიმეს იმის გამო, რომ მან იმღერა ალექსანდრე ვერტინსკის რომანსი, რომელსაც ქვია ის, რაც მე უნდა ვთქვა. ალექსანდრე ვერტინსკი იყო მე-20 საუკუნის, მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში მსახიობი, მომღერალი, ცნობილი ესეთი ფიგურა, შანსონიე, რომელმაც 1920 წელს რევოლუციის მერე დატოვა რუსეთი და წავიდა საზღვარგარეთ. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ კაცს, მე წავიდა სად არ ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ მერე დაბრუნდა საბჭოთა კავშირში. აი ალექსანდრე ვერტინსკის რომანსი, ის რაც უნდა ვთქვა, იქ ეს არის რომანსი, რომელიც ომის წინააღმდეგ. აქ პირიქით რუსმა ცენზორებმა ჩათვალეს, რომ აქ არის რუსული ჯარის დისკრედიტაციას შეიცავს ეს ტექსტი, ეს სიმღერა და დააჯარიმეს გრებენშიკოვი. მეორედ კიდევ ერთხელ დააჯარიმეს, არაერთხელ დააჯარიმეს, კიდევ ერთხელ დააჯარიმეს ბულატ ოკუჯავას, ეს ამ ადამიანს ალბათ ნამდვილად იცნობთ, ცნობილი ბარდი ბულატ ოკუჯავა, არაჩვეულებრივი სიმღერები, ბევრი ჩვენგან გაიზარდა მის სიმღერებზე. აი ბულატ ოკუჯავას სიმღერის გამო. ამ სიმღერას ქვია, ესე იგი, წარსულს ვერ დააბრუნებ. აქ ალბათ ტექსტზეც დაფიქრდნენ ცენზორები, მაგრამ მიზეზად გამოიყენეს ის, რომ აი ეს დისკლეიმერი, რომ ვიდეო და კლიპი გარდა სიმღერა ამ შემთხვევაში გავრცელებულია უცხო აგენტის მიერ, არ ქონდა და ამის გამო. ბევრია ესეთი მაგალითი, ულიცკაია, ცნობილი ისტორიკოსი ტატიანა ეიდელმანი, არაერთხელ დააჯარიმეს, საქმეები არის გახსნილი, ბიკოვი, ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ადამიანი, რომელიც სულ აკრიტიკებდა პუტინს და იმ რეჟიმს, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში და არა მარტო ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ადამიანი, რომელიც მოწამლეს, ძლივს გადარჩა, ისიც არის უცხო აგენტი, საქმე არის აღძრული, მე მგონი მიუსაჯეს კიდევაც, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო უამრავი, ახლა ჟურნალისტებზე თუ არის საუბარი, რასაკვირველია ტელეკომპანია
დოჟძი, მაქსიმ კაცი, დუძი, გორძიევა, მაიკლ ნაკი, ბევრი სხვა დღეს უკვე იუთუბერი, ის ადამიანები, ის უცხო აგენტები, რომლებიც ცდილობენ რომ აკეთონ ესეთი, მიუკერძოებელი, ესე ვთქვათ, ჟურნალისტიკა, მაგრამ ისე რომ არ ცხოვრობენ რუსეთში. აკუნინმა ერთ-ერთ ინტერვიუში სულ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ რუსეთი ისევ გაიყო, ისევ ორი რუსეთი არსებობს და ამ შემთხვევაში ის გულისხმობდა, რა ვიცი, ესე ბედის ირონიას, არ ვიცი როგორ დავარქვა. საქმე ის არის, რომ 1922 წელს რუსეთი დატოვა 300-მდე, ხო, საბჭოთა ხელისუფლება მაშინ ეს დაუშვა, შემდეგ ბევრად უფრო მკაცრი იყო და პირდაპირ რეპრესიებზე გადავიდა, მაგრამ დაუშვა ეს 300-მდე ინტელექტუალი გაუშვეს რუსეთიდან საზღვარგარეთ. ისინი გაემგზავრნენ საზღვარგარეთ გემებით და ამ გემებს ერთმა ძალიან ცნობილმა რუსმა მეცნიერმა სერგეი ხორუჟიმ, რომელმაც სხვათა შორის არაჩვეულებრივად თარგმნა ჯეიმს ჯოისის ულისე ინგლისურიდან რუსულად, მან დაარქვა აი ამ გემებს დაარქვა ფილოსოფიური გემები, იმიტომ რომ ამ ინტელექტუალებს შორის იქ იყვნენ მსახიობები, რეჟისორები, მეცნიერები, ფილოსოფოსებიც იყვნენ. სულ მე მგონი 5 გემი გავიდა რუსეთიდან, ეს ადამიანები გაუშვეს. ზოგი მათგანი დარჩა ემიგრაციაში, ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდათ, ზოგი კი დაბრუნდა, როგორც მაგალითად ვერტინსკი დაბრუნდა. ზუსტად ესევე, ზუსტად 100 წლის შემდეგ, უკვე 2022-ში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ისევ რუსეთიდან წავიდნენ ხო, ადამიანები, რომლებიც რაღაცას ქმნიდნენ, ხო, თანამედროვე რუსული კულტურისთვის, თეატრში, კინოში, ლიტერატურაში, მუსიკაში. როდესაც ჩვენ ვამზადებდით ამ ეპიზოდს, აი, სულ 1-2 დღის წინ მე წავიკითხე, რომ სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ახალგაზრდა მომღერალი, მისი ფსევდონიმი არის ნაოკო, დიანა ლოგინოვა. ესე 18 წლის გოგონა, რომელიც ორ თავის მეგობართან, მუსიკოსთან ერთად სანქტ-პეტერბურგში მართავდა ესეთ სპონტანურ კონცერტებს ქუჩაში. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ყველაფერი, ესეც მიკვირს, როგორ დაუშვეს ეს. ნაოკო მის ჯგუფს ქვია Stop Time-ი. აი 2 დღის წინ დააკავეს 13 დღეს გაატარებს ციხეში. დააკავეს იმის გამო, რომ სასრულებდა ზემფირას, Noise-MC-ს, კიდევ ერთ შემსრულებელია და სხვა უცხო აგენტების სიმღერებს. სხვა მიზეზი ისიც იყო, რომ იქ ბევრი ხალხი შეიკრიბა მის კონცერტზე, სპონტანურ ესეთ იმპრომპტუ კონცერტზე ქუჩაში და ამ შემთხვევაში არასანქცირებული იყო და ეს მოიშველეს როგორც მიზეზი დაკავების. ხო, რეპრესიები, ცენზურა ერთად მუშაობს ეს ყველაფერი. არ ვიცი რა იქნება პასუხი, მე არ მგონია რომ რაღაცა ისევ გადავალთ სამის დადზე, ხო? აი ეს გამომცემლობები, რომელიც იატაკქვეშა გამომცემლობები, იბეჭდებოდა წიგნები, არა, დღეს უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა და ტექნოლოგიები ძალიან განვითარდა და რამდენიც არ უნდა ჩაახშონ YouTube-ი, სხვა პლატფორმები, რაც ასევე კანონმდებლობით არის რუსეთში, ეს მუშაობს, მაინც არსებობს უამრავი ტექნოლოგიური გზა, რათა გვერდი აუარო აი ამ შეზღუდვებს. VPN-ები, სხვა რაღაცა ტექნოლოგიები და ადამიანებს მაინც შეუძლიათ ნახონ ის ფილმები, მოусმინონ იმ მომღერლებს, წაიკითხონ ის წიგნები, რომელიც უნდათ. ხო, აი ესეთი ეპიზოდი გამოგვივიდა თანამედროვე ცენზურაზე რუსეთში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემს გულში არის საქართველო. და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ძალიან გაავს იმას, რაც ხდება რუსეთში. ხო, ამას მე ძალიან
განვიცდი, განსაკუთრებულად განვიცდი. როდესაც ვამზადებდი ამ ეპიზოდს, მე ზუსტად ნობელის პრემიის დაჯილდოება მიმდინარეობდა და ლიტერატურაში წელს დააჯილდოვეს უნგრელი მწერალი, რომელსაც ჰქვია ლასლო კრასნახორკაი. პირდაპირ გეტყვით, მე ამ ავტორს არ ვიცნობდი, არ ვიცნობ, არ მაქვს წაკითხული მისი ნაწარმოებები, სიამოვნებით წავიკითხავ, მაგრამ წავიკითხე ინტერვიუ მასთან და მან იქ ძალიან მომეწონა ერთი ფრაზა. ამ მწერალმა თქვა ესეთი რამ, ხელოვნება კაცობრიობის პასუხია დაკარგულობის იმ განცდაზე, რაც ფაქტობრივად ჩვენი ბედისწერაა. და რომ დავფიქრდი და თან ვაკეთებდი ამ ეპიზოდს, მე ვიფიქრე, რომ სწორედ ამიტომ ჩემი აზრით აი ესეთი უხეში ჩარევა ხელოვნებაში, შავით დაშტრიხული ტექსტები, ხო? ის რაც არის ცენზურა, ეს ჩვენს ცხოვრებაში ჩარევაა. ჩემს ცხოვრებაში ჩარევაა. ცენზურა ეს არის არარსებობა, სადაც იკარგება არა მარტო ასოები, სიტყვები, წინადადებები. იქ ის აზიანებს არა მარტო ტექსტს, არამედ აზიანებს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ გვაზიანებს, იმიტომ რომ ხელოვნება არის სარკე და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დაუშვებთ ამ ცენზურას, ჩვენ საზოგადოება ვკარგავთ ამ სარკეს და ვკარგავთ გაანალიზების, დაფიქრების უნარს. მე ძალიან არ მინდა რომ ეს ყველაფერი მოხდეს, უკვე არ ხდება საქართველოში. აი ესეთი ემოციური ეპიზოდი, ბევრი სახელი, ბევრი რაღაცა მაგალითი მოვიყვანე, იმედია იყოს საინტერესო. თქვენთვის ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენთ აუდიო პლატფორმებზე, Spotify-ზე, მადლობა რომ გვიყურებთ. მადლობა დაგვაფოლოვეთ არა მარტო YouTube-ზე, არამედ გამოგვყევით სხვა სოციალურ ქსელებზე. ხარი დაგვიჭირეთ არა ცენზურას, არა რეპრესიებს. დიდი მადლობა და იმედია მომავალ შემთხვევაში.